ყველა მამულიშვილის საყურადღებოდ მინდა განვაცხადო და ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის მომხრეების საყურადღებოდ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს და 9 აპრილის აღდგენის აქტს არავის არ დაუთმობ და მისი ლეგიტიმაციის გადაცემას ავაზაკებზე ეს გაიგოს ყველამ სანამ ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას ვერავინ ვერ წაიღებს ლეგიტიმაციას ეს გიორხელიძეს საყურადღებოდ მინდა განვაცხადო და გუშინდელი შეკრებილი შრომის სასახლეში ეგრეთ წოდებული ქართველთა გაერთიანების მან შეურაცხო ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობა და ის მამულიშვილები ვინც 1991 წლის 22 დეკემბერსდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას იცავდა. სამოქალაქო ომი უწოდა მან რუსეთ-საქართველოს ომს, სამხედრო კრიმინალურ გადატრიალებას, კლასიკურს, პუჩს, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის სპეციალური დანიშნულების შეიარაღებული ძალები და ბრძანება იყო ბორის ელცინის მიერ რუსეთის პრეზიდენტისა 21 დეკემბერს ალმა-ატიდან შეთვლილი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე რომ თუ ის ხელს არ მოაწერდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე ესენგეზე იმ შემთხვევაში ქართულ სახელმწიფოს ეკნებოდა პრობლემა და 22 დეკემბერს დაიწყო ის პრობლემა რაც იყო ომი რუსეთ-საქართველოს ომი და არავით არის სამოქალაქო ომი და არავით არის სიმბოლურ კონსტიტუციურ წყობის აღდგენაზე და სიმბოლურად პარლამენტის აღდგენაზე ჩვენ ვერ შევთანხმდებით და ვერავინ ვერ გვაიძულებს იქ პარტიებს ვაიძულოთ ჯერ ჩვენ დისიდენტურ მოძრაობა 92 წლიდან ვერც ავაზაკი შევარდნაძის რეჟიმმა ვერც მხედრიონმა და ვერც კაკებემ ვერ გვაიძულა შენ როგორ უნდა გვაიძულო ბიჭო რომ შენ რა უნდა მაიძულო ბიჭო სისტემა სანამ არ აღიარებს რომ საქართველოს კონსტიტუციური რესპუბლიკა არის ოკუპირებული ფაქტობრივი ანექსიის ქვეშ და არა მხოლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო, არამედ სრულიად საქართველო, ყველანაირი ეროვნულ თანხმობაზე საუბარი ზედმეტია და